სალამი მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარი იყო 2021 წლის Hyundai Tucson-ი. აღნიშნულ ავტომობილს მაჩვენებელთა ტაფაზე ჰქონდა ჩვეულებრივი ნაწვის ხი, ანთებდა ძალიან ბევრ რაღაცას. დიაგნოსტიკის შედეგად კი დავადგინეთ, რომ საქარე მინაზე არსებული კამერა წერდა კალიბრაციის პრობლემას და წერდა კომუნიკაციას ძრავის კომპიუტერთან, რაც ნახეთ ვიდეოს დასაწყისში. ჩვენ არ ჰქონდა შესაბამისი რეფლექტორი კამერის დასაკალიბრებლად, რის გამოც მოგვიწია რეფლექტორის დამზადება. დავამზადეთ ეს რეფლექტორი და დავიწყეთ კამერის კალიბრაცია. როგორც ხედავთ, ახლა მიმდინარეობს კამერის გრადუსული გასწორება. კამერის დაკალიბრების შემდეგ ავტომობილზე დაგვრჩა მხოლოდ ერთი შეცდომა. ეს შეცდომა იყო კომუნიკაცია ძრავის მართვის ბლოკთან. კონკრეტულ ავტომობილზე ძრავის მართვის ბლოკი იყო შეცვლილი გერმანიაშივე. ეს ავტომობილი იყო ევროპული, ევროპიდან ჩამოყვანილი. უბრალოდ მე პატრონემ არ იცოდა ძრავის მართვის ბლოკის შეცვლამდე ანთებდა თუ არა ამ პრობლემას. რადგან იყიდა იმ მდგომარეობაში, რომ ავტომობილი არ იქოქებოდა. აქ როგორც ხედავთ, უკვე პრობლემები მოგვარებულია, უკვე ზოლებს აღიქვავს. დამხმარე ასისტენტიც მუშაობს, აი გამწვანდა. რადგანაც ძრავის მართვის ბლოკში ვინ კოდი იყო სხვა და ვინ კოდის შესასვლელად იყო ძალიან ბევრი პროცედურა საჭირო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თვითონ კამერა მოგვერგო ძრავის კომპიუტერზე. ის შემდეგაც კამერამ წაშალა კომუნიკაციის პრობლემა და დაიწყო მუშაობა გამართა. ამ ავტომობილს კამერის პრობლემის გარდა კიდევ ჰქონდა ერთი პრობლემა, ანთებდა სოსის ნიშანს, ეგრეთ წოდებული eCall system. ამ სისტემის მართვის ბლოკი აღჭურვილი არის 3.7 ვოლტის ლითიუმის ელემენტი, რათა ძაბვის გაწყვეტის შემთხვევაში მაინც მოახდინოს ზარის განხორციელება. ხოლო ეს მოდული კი გვიწერდა ამ ელემენტის პრობლემას. დაშლის შედეგად ვნახეთ, რომ ეს ელემენტი საერთოდ არ იყო, დავამონტაჟეთ ეს ელემენტი და სისტემა გაიმართა. როგორც ხედავთ, ყველა პრობლემა მოგვარდა. ავტომობილი გაიმართა. მადლობა ყურადღებისთვის.